ქართული ოცნება აცხადებს, რომ ყველა ის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ქართულ იდენტობას, ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენი დედა ეკლესიის ინტერესებს, ჩვენს რწმენას, ჩვენს საერთოდ ქართველობას და ყველაფერს, რაც ჩვენია ისტორიული, ამას ყველაფერს დასავლეთი აძალებდათ. ესენიც ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ ქვეყანას უფრთხილდებოდნენ. თუმცა, როგორც კი დასავლეთი შეეხო ბიძინა ივანიშვილს, მთელი ქართული ოცნება აფხაკურდა და დაუწყო წინააღმდეგობის გაწევა მთელ დასავლეთს. ფაქტი ჯიუტია. ქართული ოცნებისთვის რწმენაც, ღმერთის და სამშობლოც ბიძინა ივანიშვილია. დასავლეთთან დაპირისპირებული ქართული ოცნება გარკვეული მხარდაჭერის გარეშე და ფინანსების პრობლემების ფაქტის წინაშე დარჩა. მათთვის აუცილებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლებაში ყოფნა. ამიტომ ახლა გაყიდეს საქართველო, თუ მანამდე ყიდნენ დასავლეთზე, ახლა გაყიდეს საქართველო არაბეთზე. საქართველოს ბიუჯეტის ნახევარი შემოდის ოფიციალურად და შენდება ორი ქალაქი საქართველოში არაბული. ეს არ იქნება მარტო არაბული, შეიძლება ითქვას მთელი აზია იქნება აქ შემოსული და შემოსახლებული. ქართველი თუ რაშიდაც დაჭირდება, თუ რამეში შეიძლება დაჭირდეთ მათ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ აგებული ბორდელებში მომსახურე პერსონალად გოგო და ბიჭები. როგორც ახლა არის აჭარაში და თბილისის გარკვეულ რეგიონებში. ჩვენ, ვისვისაც საქართველოს სამშობლოა, ეკლესია კი დედა. ჩვენი თავგანწირული ბრძოლით და ჩვენი მტკიცე პოზიციით შევძელით, რომ პროდასავლელები გვექცია ევროპა წართმეულებად. ჩვენ გვაქვს მეგობრებო ახალი განსაცდელი და ჩვენ ამ განსაცდელს უნდა შევხვდეთ ღირსეულად და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ქართული ოცნება უნდა ვაქციოთ არაბეთ წართმეულებად. იმარჯვებს არა ის, ვინც ძლიერია, არამედ ის, ვინც ბოლომდე იბრძვის. ჩვენი ვალია ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, ვიბრძოლოთ ჩვენი რწმენისთვის. ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ ქართულ ოცნებას არაბეთ წართმეულებად. ღმერთო მიმადლე ქართულ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი.